შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია. ჟურნალისტი 24 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს. ის მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა სამართალდამღვრევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად 24 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით მისი მეუღლე მაია ბოკერიაც დააკავეს, თუმცა რადგან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ, ბოკერიას 5,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორი პროევროპული აქციების მონაწილე პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვია ცეცხლაძის მამამ ზურა ცეცხლაძემ დატოვა. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით მას 7დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ქართული ოცნების პარლამენტის ახალი რეპრესიული კანონის თანახმად იგივე საბაბით განმეორებითი დაკავების შემთხვევაში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ზურაბ ცეცხლაძეს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.